როგორი იუმორი აქვს ქართველებს? ქართველები მაინც კავკასიური იუმორის ის ვიყავით ნაწილი და კავკასიური იუმორი ითვლებოდა უფრო მოტრუკული იუმორით რა. იუმორი რა რაღაცა პრობლემაა და გამოსავალი სასაცილო და ეს გამოსავალ სასაცილოს კავკასიელები პოულობდნენ მოტრუკულს ძალაზე დაფუძნებით. ხო, კიდე ერთი საზომი იუმორის არის სიტყვის თავისუფლების ინდექსში, სადაც არის ქვეყანა. იუმორის იქ არის დაახლოებით. თუ უკან არის, იქ პროგრამაზე ვერ ხუმრობ. მე ვერ ხვდები, გულწრფელად ვიზახ, ვერ ხვდები საერთოდ იუმორი მაქვს თუ არა. ზოგჯერ სულ არ არის ხუმრობის თქმა საჭირო, რომ იუმორი მიიღო. ზოგჯერ სიმართლე რო თქვა სასაცილო. გითხრა მაგალითი. გაუცილებლად. უდაბნოს ქვეყანა. ამას რო შეამჩნიო და გაგეცინება, შენ არ გჭირდება ხუმრობის თქმა. უკვე იუმორი გაქვს. შუა ქალაქი არის სერიალი, რომელსაც დღემდე უყურებენ ადამიანები გამეორებით. მაგარი ამბავი დაგვემართა. მე ისეთი ხალხისგან მაქვს გაგონილი რომ უყურებდა. პატიმრისგან რომელიც გამოვიდა მოიხადა, თქვა რომ იქ ციხეში ყველა უყურებდა და ისიც გვირთავდა. ადმინისტრაცია ესე ყველაფერს არ ურთავდა. ეხლა რო იწყებდეთ შუა ქალაქს, ვინ პერსონაჟები შემოვიდოდნენ? რაღაცა კურიერი აუცილებელი. ერთი კოუჩიც მოუხდებოდა, ერთი ჯიმის სპეციალისტი. რომელ პერსონაჟს დასჭირდებოდა ფსიქოთერაპიის ხანგრძლივი კურსი? მე ხო ფიქრობ რომელს არ დასჭირდება. აი მართლა. ისე უდესმე გიფიქრიათ გაგრძელებაზე?